მოგესალმებით, ძვირფასო მაყურებლებო. ქრისტე აღსდგა. დღეს 20 აპრილია და ჩვენ ტრადიციულად განვაგრძობთ თეატრალური ორშაბათების ციკლს. გუშინ წინ 18 აპრილს ჩვენი თეატრის დაბადების დღე იყო. ჩვენ თეატრი გახდა 99 წლის. ასე რომ ჩვენ უკვე გუშინდელი დღიდან დავიწყეთ მზადება 100 წლიანი მარათონის 100 წლიანი 100 წლის საიუბილეო თარიღის აღსანიშნავი ღონისძიებების დაგეგმვისათვის და მე დარწმუნებული ვარ, რომ მომავალ წელს აპრილის თვეში ძალიან პომპეზურად აღინიშნება ამიერკავკასიაში პირველი საბავშვო თეატრის დაბადების 100 წლისთავი. ჩვენ თეატრი 3 სხვადასხვა თეატრის ნაკრებია, თუ შეიძლება ასე ითქვას. პირველი თეატრი დაარსდა 27 წლის 18 აპრილს. ეს გახლდათ მოზარდ მაყურებელთა რუსული თეატრი. 28 წლის 11 ნოემბერს დაარსდა უკვე ქართული მოზარდ მაყურებელთა თეატრი და 36 წლის 1 სექტემბრიდან 36-37 თეატრალური სეზონიდან უკვე ფუნქციონირება დაიწყო რუსულმა თოჯინების თეატრმა. 1999 წელს გიგა ლორთქიფანიძის უშუალო ჩართულობითა და ძალისხმევით ეს სამი თეატრი გაერთიანდა და ნოდარ დუმბაძის სახელი ეწოდა. და სწორედ 1999 წლიდან ეწოდება ნოდარ დუმბაძის სახელობის სახელმწიფო პროფესიული მოზარდ მაყურებელთა თეატრი. ჩვენ ძალიან დიდ პატივს ვსემთ ყველა იმ ადამიანს, რომლებიც 1927 წლიდან მოყოლებული დღემდე იყვნენ ამ თეატრში. ეს იყო რეჟისორები, მსახიობები, მხატვრები, კომპოზიტორები, ქორეოგრაფები, ძალიან მნიშვნელოვანი ლიტერატორები, რომლებიც სპეციალურად ბავშვებისთვის სხვადასხვა ნაწარმოებებიდან ქმნიდნენ სცენიურ ვერსიებს, წერდნენ პიესებს. ჩვენ თეატრის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი მოვლენა გახლდათ, როდესაც უკვე საქართველოს სახალხო არტისტი, ძველი თეატრის არტისტი ნიკო გვარაძე პირველივე სეზონში შემოუერთდა მოზარდ მაყურებელთა თეატრის სრულიად ახალგაზრდა დასს ალექსანდრე თაყაიშვილმა, დოდო ანთაძემ, კოტე მარჯანიშვილის დიდი ძალისხმებითა და უშუალო ჩართულობით, რომელშიც ასევე მონაწილეობდა გიორგი მიქელაძე, რომელმაც შემდეგ თოჯინების თეატრის დაარსებაში მიიღო მონაწილეობა და დღეს თოჯინების თეატრს სწორედ გიორგი მიქელაძის სახელი ჰქვია. აი ამ ადამიანებმა შემოიკრიბეს სხვადასხვა მუშათა თეატრებიდან, სხვადასხვა სცენის მოყვარეთა კლუბებიდან არტისტები და სრულიად ახალბედებიც. ეხლა ძალიან მოდური სიტყვა კასტინგი, ანუ აი შერჩევა ტარდებოდა ზუბალაშვილების სახლში, დღევანდელი მარჯანიშვილის თეატრის შენობაში და სწორედ იქ შეირჩა პირველი დასი, რომელშიც იყვნენ გიორგი დარისპანაშვილი, ნიკოლოზ ხორავა, მერი ერგნელი, გოგუცა კუპრაშვილი, თამარ თვალიაშვილი თუ სხვა და სწორედ აი ამ ახალგაზრდების დასს შეუერთდა ნიკო გვარაძე. ალექსანდრე თაყაიშვილიც ჯერ კიდევ გრიბოედოვის თეატრში მომუშავე ახალგაზრდა კაცი გადაიყვანა კოტე მარჯანიშვილმა ჯერ რუსთაველის თეატრში, შემდეგ რამდენიმე სპექტაკლში მიიღო კიდეც მონაწილეობა და ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი იყო პოლონიუსი კოტე მარჯანიშვილის ცნობილ დადგმაში ჰამლეტი და სწორედ არჩევანი გაკეთდა ალექსანდრე თაყაიშვილზე და მან დაიწყო ქართული მოზარდ მაყურებელთა თეატრის შექმნაში მონაწილეობა და შემდეგ დამაარსებლადაც
სწორედ ალექსანდრე თაყაიშვილი ითვლება, ისევე როგორც ნიკოლოზ მარშაკი, რომელიც ხელმძღვანელობდა მანამდე რკინიგზელთა სახლთან არსებულ დრამატულ სტუდიას და იქ ძირითადად რკინიგზელების შვილები სწავლობდნენ, შემდეგ მათ შექმნეს რუსული მოზარდ მაყურებელთა თეატრი. ამ თეატრის ისტორიაში არის ის, რომ ძალიან ბევრი ქართველი რეჟისორი სწორედ ამ თეატრში იწყებდა. თუ ქართულ მოზარდ მაყურებელთა თეატრში დაიწყეს და თავისი პირველი სპექტაკლები განახორციელეს ლილი იოსელიანმა, თემურ ჩხეიძემ, შალვა გაწერელიამ თუ სხვამ, რუსულ მოზარდ მაყურებელთა თეატრში, განსაკუთრებით ბოლო პერიოდში, როდესაც ამ თეატრს ხელმძღვანელობდა ბატონი ნიკა ჯანდიერი, ეს გახდა ახალგაზრდა არა მხოლოდ რეჟისორთა, არამედ ხელოვანთა სამჭედლო და თავისი პირველი დადგმები პროფესიულ სცენაზე განახორციელეს თანამედროვე რეჟისურის ისეთმა წარმომადგენლებმა, როგორიც გახლავთ ბატონი გოგი მარგველაშვილი, ლევან წულაძე, დავით საყვარელიძე, კომპოზიტორი ვახტანგ კახიძე თუ სხვა, მხატვარი შოთა გლურჯიძე, რომ არ გამომრჩეს, იმიტომ რომ შოთა გლურჯიძე სწორედ დაიბადა როგორც თეატრალური მხატვარი ამ თეატრში და შემდეგ ის ძალიან მალე იქნა მიწვეული ჯერ მარჯანიშვილის თეატრში, შემდეგ ბატონმა რობიკო სტურუამ შენიშნა, შემდეგ უკვე თუმანიშვილის თეატრში და დღეს შოთა გლურჯიძე ერთ-ერთი გამორჩეული სცენოგრაფია. ასე რომ ჩვენ ვემზადებით უკვე დღეიდან, უკვე გუშინდელი დღიდან 100 წლის თავისი იუბილისთვის და მე დარწმუნებული ვარ, რომ ამ საიუბილეო დღეებში, რომელიც მომავალ წელს ზუსტად ამ პერიოდში ჩატარდება, მონაწილეობას მიიღებს სრულიად ქართული თეატრი. ჩვენ რომ მხოლოდ ამ თემას არ შევეხოთ დღევანდელ გადაცემაში, მინდა გითხრათ, რომ 23 აპრილს არის დიდი დრამატურგის, დიდი ფილოსოფოსის, თუ შეიძლება ასე ითქვას, უილიამ შექსპირის როგორც დაბადების, ისე გარდაცვალების დღე. ამ დღეს ჩვენ თეატრი წარმოადგენს სპექტაკლს ჰამლეტი და ჩვენ გადაცემის მეორე ნაწილში შევეცდებით გავესაუბროთ მსახიობთა გარკვეულ ნაწილს, რომლებიც სხვადასხვა წლებში მონაწილეობდნენ უილიამ შექსპირის სხვადასხვა ინტერპრეტაციაში რეჟისორებთან, ლევან წულაძესთან, გოგა თავაძესთან თუ სხვა თეატრის შექსპირის მიხედვით დადგმულ წარმოდგენებში და თავისთავად ჩემს სპექტაკლებში. აკო, შენ კარგად იცი, რომ 23 აპრილი არის შექსპირის დაბადების დღე, ჩვენ თეატრში ვთამაშობთ ჰამლეტს. ამ სპექტაკლში შენ არ ხარ დაკავებული, თუმცა შენი მეუღლე მთლად ჰამლეტს თამაშობს. მაგრამ შენ რაღაც უცნაურად მოვიდა შენ შემოქმედებით ბიოგრაფიაში შექსპირი. სრულიად ახალგაზრდას მოგიწია უცებ გეთამაშა დიდი ქალი რომეო და ჯულიეტაში და შემდეგ აურზაური არაფრის გამოში პირიქით ამ სპექტაკლებს შორის იყო დაახლოებით 3 წელი სხვაობა, ითამაშე უკვე ერო. აი, შენი პირადი გამოცდილება არტისტული შექსპირის დრამატურგიასთან მიმართებაში. მე ასე მგონია ბატონ დიმიტრი და დამეთანხმებით, რომ შექსპირი ყველა მსახიობისთვის განსაკუთრებულია. მე არ მეგულება ასეთი ცოცხალი ავტორი, ცოცხალს გულისხმობ აქტუალური ყველა დროს და ყველა ეპოქაში.
ნებისმიერ ადამიანს, აი მაყურებელი, როდესაც ზის დარბაზში, მას შეუძლია თავისი თავი ამოიცნოს სხვადასხვა პერსონაჟში. შესაბამისად, ჩვენ ორმაგი პასუხისმგებლობა გვეკისრება. პლუს აი ეს მუსიკალურობა, ის სიტყვების წყობა, ის ტექსტუალური მხარე, რომელიც მნიშვნელოვანია და არც ისეთი მარტივი არის მსახიობისთვის, რომ მოერგოს ამას, იმიტომ რომ ის სხვა სტილისტიკა არის. შესაბამისად, ჩემთან პირველი იყო რომეო და ჯულიეტა, როგორც თქვენ ბრძანეთ, ახალი მოსული ვიყავი თეატრში, როდესაც გამანაწილეს და იყო ძალიან საინტერესო. თან დედას ვთამაშობდი იმ მომენტში, ბევრად პატარა ვიყავი და ჩემთვის ეს რაღაცნაირი უფრო ესეთი უცხოც იყო, რომ დედა ვარ, ჩემხელა კოლეგისა და ძალიან საინტერესო იყო. მეორე, რომელიც თქვენ თქვით, უკვე რადიკალურად განსხვავებული იყო, აურზაური არაფრის გამო, იმიტომ რომ იქ უფრო მსუბუქი გოგო, იქ უფრო რაღაცნაირი ჰაეროვანი, იქ უფრო რომანტიკა, სხვა რაღაცას შევეჯახე და ასევე არაჩვეულებრივი სპექტაკლი იყო, რომლითაც ჩვენ მსოფლიო მოვიარეთ. უამრავი კარგი ფესტივალი იყო, აი კარგი მოგონებები მაკავშირებს და დღესაც ძალიან მენატრება ეს სპექტაკლი. რაღაცა ისეთი ახალგაზრდები ვიყავით შეკრულები, ამას რაღაცა მუხტი ქონდა სხვანაირი და სხვანაირი შექსპირი იყო. არ ვიცი ჩემთვის არის ასე თუ მაყურებლისთვისაც, მაგრამ ამ სპექტაკლს ყავდა მაყურებელი, რომელიც ბევრჯერ მოდიოდა, ანუ ისე არ იყო, რომ ერთხელ ნახა და წავიდა. მე ბევრჯერ ვფიქრობ, მოდიოდა. თვითონ აურზაურია ისეთი პიესა, სადაც შემდეგ ისეთ თემები შემოვიდა, თანაც. რომელმაც მერე სხვა პიესები გამოიწვია. იგივე ჰეროს და კლავდიოს ამბავი უფრო მეტად გაიშალა რომეო და ჯულიეტაში, შინდის ამბავი უკვე გადაიზარდა ფოლსტაპში, აქეთ დონ ხუანის თემა იაგოში და ასე შემდეგ და ასე შემდეგ. და კიდე უფრო საინტერესო მგონია, ამ დროს თქვენ კიდე გაქვთ ერთი შექსპირული გამოცდილება, როდესაც თქვენ ხმას არიღებთ, გიჭირავთ დეზდემონას თოჯინა, სხვა მსახიობი ამბობს ამ ტექსტს და თქვენ ემოციას გამოხატავთ ხელით, ან ფეხით, ან პლასტიკით. ეს იყო ჩვენთვის ისეთი გამოწვევა. ახლა რომ ვიხსენებ, ცოტა შემეშინდა მე პირადად თავიდან, იმიტომ რომ მე არ ვარ მეთოჯინე, ეს აბსოლუტურად სხვა რამეა დრამატული მსახიობისთვის, მაგრამ თან საინტერესო იყო და თან ძალიან რთული, რომ გააცოცხლო თოჯინა, ისე რომ ის ემოცია გადმოსცე არა ტექსტუალურად, არამედ აი შენს ქმედებაში. პლუს ერთი გმირი უჭირავს სამ ადამიანს, ხო იქ ფეხია, ხელია, თავია და ტანია, ეს უნდა იყოს კომპლექსურად და არ უნდა იყოს, რომ თავი ჩამოვარდნილია და უშუალოდ ფეხი კარგად არის და ხელი, ანუ ეს სამი ადამიანი და ჩემ შემთხვევაში ეს სამი გოგო ხო, მე ხატია და თაკო უნდა ვგრძნობდეთ ერთმანეთს. და საკმაოდ მოკლე პერიოდში დაიდგა რაღაცა უცბად მოხდა ეს ყველაფერი, მაგრამ ისეთი მობილიზება იყო, რაღაცნაირად ისე გვინდოდა, ისე გვაინტერესებდა, რომ ეს სპექტაკლი შედგა და შედგა, შეიძლება ვთქვა ყველაზე წარმატებულად, რაც მე მითამაშია. მრავალი სპექტაკლი ეს არის ყველაზე წარმატებული ჩემს რეპერტუარში, მიუხედავად იმისა, რომ სიტყვა არ მაქვს, მიუხედავად იმისა, რომ ესეთი კონკრეტული პერსონაჟი შეიძლება არ ვიყო, თუმცაღა მე იმდენი საინტერესო დახასიათება ამ სპექტაკლზე, ემოცია და ეს მივიღე ჩვენ რო დავდივართ გასტროლებზე, აი ისეთი ემოცია ხოლმე უცხოელი ჩვენი კოლეგებისა, რომ ხვდები, რომ ძალიან საინტერესო სპექტაკლი გაგვიკეთებია ყველას ერთად და აი აქაც ეს ანსამბლურობა, ეს კოლექტივი, ეს ყველა ერთად იმდენად გვიყვარს ეს სპექტაკლი ჩვენ. და ყოველთვის გვიხარია და რაღაცნაირად მიხარია ყველა ამ სპექტაკლის წარმატება და კიდე იგეგმება ზაფხულში და დარწმუნებული ვარ, რომ იქიდანაც წამოვიღებთ ჯილდოებს, როგორც იგეგმება რომელია მთლად შექსპირის სამშობლოში იგეგმება და როგორც ყოველთვის მოგვაქვს ხოლმე ერთი კი არა, ბევრი ჯილდო მოგვაქვს ხოლმე და ამიტომ სულ ამ მოლოდინში ვართ, რომ აბა ეხლა რას ვიზავთ და ხო შექსპირმა ჩემს ცხოვრებაში საკმაოდ დიდი როლი ითამაშა, შეიძლება ვთქვა ჩემი რეპერტუარში, საკმაოდ საინტერესო. აი ეს სამი სპექტაკლი იყო ჩემთვის სამივე რადიკალურად განსხვავებული, რადიკალურად სხვადასხვა პერსონაჟები და სულ რაღაცა გამოწვევის წინაშე მაყენებდა. მოკლედ სახში ყავს რომეოც, ჰამლეტიც, მასხარაც, ყველანაირად. ნამდვილად ასეა კი. დიდი მადლობა.
შალვა, ჩემო ძვირფასო, შენ შეიძლება ითქვას, რომ ბევრი ჯერ არა გაქვს შექსპირის რეპერტუარში ნათამაშები, სულ 2 სპექტაკლია. მაგრამ აი რადიკალურად განსხვავებული ჟანრობრივად, ეს იყო აურზაური არაფრის გამო და ეს იყო ოტელო. ოტელოს როლის თამაში, რასაკვირველია, ნებისმიერი არტისტისთვის ალბათ ოცნებაა. ოტელოში ოტელოს როცა თამაშობ და რაღაცა ჩემი ერთგვარი ახირებასავით იყო და მინდოდა რომ ნაბიჯ მივსულიყავით ამ როლამდე და ყველა ის სხვა როლები რაც გითამაშია და არც თუ ცოტა იყო სულა ამ როლისკენ მაგრამ მე რაღაცა გარემოებებმა და საიუბილეო წელმა პეტრე ოცხელის, კოტე მარჯანიშვილის და ამ შემდეგ რაღაცა სხვა იდეა დაბადა. შენ როგორც არტისტი შეიძლება ერთის მხრივ გაგძარცვეთ და ნახევრად თოჯინურ, ნახევრად ცოცხალ პლანში გამოვიდა სპექტაკლი ოტელო და მე თანადამდგმელი რეჟისორი ვიყავი, თუმცა სულ არ მიჭირს იმის აღიარება, რომ როდესაც მე რაღაც ერთიანი პრაგონი ვიხილე, ასე ვთქვათ, გია მარღანიას ის სცენა, როდესაც შენ ცოცხალ პლანში და იაგო თოჯინა ურთიერთობთ, ეს იმდენად ემოციური და ისეთი ეფექტური იყო, რომ მეტი არ შეიძლება და ძალიან მიხარია ის, რომ შენი ოტელო შედგა. ასეთი ოტელო, მაგრამ მაინც. აი შენთვის რა შეგრძნება იყო, რომ ხან თოჯინის მტარებელი იყავი და ხან ცოცხალ პლანში ოტელო. არა, ძალიან რთული იყო, რა თქმა უნდა. საპასუხისმგებლო იყო მით უმეტეს ოტელოსთან შეხება და მე თოჯინურ მხარეში ჩვენთან გამოცდილება რო არ გქონდა და ცალკე მაგაზე ნერვიულობა იყო არა მარტო ჩემი თითოეული ჩვენთაგანი ჯგუფის და ჩართულობა იყო ძალიან ზუსტი და უნდა გვეკეთებინა ტექნიკურ მხარეზე უფრო ვფიქრობდით თავიდან სიმართლე რომ ვთქვათ პირველი რეპეტიციები არც როლზე არც ცნობათა ბუნებაზე პერსონაჟზე არა იმიტომ რომ ჯერ ეს ტექნიკური მხარე აგვეთვისებინა თოჯინის ტარება და რა ორგანული ყოფილიყო. და აქედან გამომდინარე, როცა თქვენ აღნიშნეთ, ანუ ცოცხალი პლანიდან მე თოჯინაზე რო გადავდიოდით, ძალიან სიზუსტით და ძალიან როგორ ვთქვა, გუნდურობა და გვერდში დგომა ძალიან მნიშვნელოვანი იყო. რომ ცოცხალი პლანიდან უცებ რომ ჩერდებოდით და თოჯინასთან უნდა გადავსულიყავით, ჩვენი კოლეგები მე გვერდში ვინც მიდგანან და ვინც ოტელოს ატარებენ, ისე სიზუსტით, იმიტომ რომ ჟესტიკულაცია, მანერა ისე ერთობლიობაში მოდიოდა, რომ საბოლოო ჯამში ერთად შევქმნით ჩვენი როლი. ხო, მე მახსოვს მაგალითად იგივე ვანო დუგლაძე, რომელიც დაჯილდოვდა იაგოს როლის შესრულებისთვის, მან თქვა და აბსოლუტურად გულწრფელი იყო ამაში, ნამდვილად ძალიან კარგია ვანო ამ სპექტაკლში, მაგრამ ეს აბსოლუტურად გუნდური სპექტაკლია. იქ არ შეიძლება ვინმეს გამორჩევაო და ჩემი პრემია არისო ამ ჯგუფის პრემია, იმიტომ რომ როგორ გინდა ეხა გამოაცალკეო, როცა სამი ადამიანი ამუშავებს თოჯინას, რომელსაც ჩვენ თამაშობ. მე რაღაც პატარა ეპიზოდებში ცოცხალ პლანში. განსხვავებით ოტელოსგან აურზაური იყო აბსოლუტურად სხვა ჟანრი. დიდი მხიარულება თან თქვენ როგორც მსახიობებს გქონდათ აბსოლუტური თავისუფლება რომ ყოფილიყო ორგანული ინტერპრეტაციები შიგნით და ფანტაზიისთვის იყო ბევრი მასალა როგორც ჩემგან ისე ლომგულ მურუსიძისგან ხატვარმაც ისეთი ატმოსფერო შექმნა და ძალიან დიდი დოზით იყო ქორეოგრაფიული მმართველობა და ბატონი გიაც პრაქტიკულად ყველა პერსონაჟის პლასტიურ ნახაში იყო ჩართული. აქ არ იყო რაღაც გარკვეული ცეკვა, ეს იყო აი ის და ოტელო. აი შედარებითი ანალიზი რო გავაკეთოთ, კონრადი იყავი შენ თუ? ხო, კონრადი იყავი შენ და ბორაჩიო იყო გიორგი შავგულიც. ხო.
და ოტელო. აი რა შეგიძლია განმასხვავებლად თვითონ ავტორთან მიმართებაში ვკითხულობ, მე ამას აა. ავტორის გრძნობათა ბუნებაში ვკითხულობ, იმიტომ რომ შექსპირთან მაინც სხვადასხვა ეპოქა არის, ეტაპებია თვითონ შემოქმედებითი ცხოვრების მანძილზე შექსპირმა თვითონ დაყო სამ ეტაპად თავის ცხოვრება მე შემოქმედებაში. მე რაც შემიძლია ვთქვა, ანუ შედარება რო გავაკეთო აუზაურსა და ოტელოს შორის, მე პირველად შევეხე აუზაურის დროს ოტელოს, აუზაურის დროს შექსპირს და ჩემთვის რა თქმა უნდა ისიც საპასუხისგებლო იყო. ნუ დიდი დატვირთულობა არ მქონდა, რა თქმა უნდა, მაგრამ იმდენად ჰაერონად და იმდენად მსუბუქად მიდიოდა სამაგიდო რეპეტიციებიც, მერე სცენაზე გადასვლა და ძალიან მსუბუქი და ჰაეროვანი იყო ჩემთვის აუზაური. მით უმეტეს თქვენი გადაწყვეტითაც იქ ძალიან თავისუფლები ვიყავით და შეგვეძლო ხერხი ჩვენთან მოგვეძებნა და არ ვიყავით შეზღუდულები და მერე უკვე ოტელოზე რო გადმოვედით, იქ სიზუსტე იქ იყო. სიზუსტე იყო აუცილებელი, კონკრეტიკა, ამხელა მასალა და თან ამავდროულად კი გამიხარდა კი არა, აღფრთოვანებული ვიყავი, ვის არის სიამოვნება ხო და ვის არ გაუხარდება ოტელოზე განაწილება, მაგრამ როგორც კი გამიხარდა, იმ წამსვე დამეწყო შიში, დაძაბულობა, რომ როგორ შევძლებ, როგორ გავამართლებ თქვენს იმედებს და ზოგადად გუნდის იმედებს, იმიტომ რომ და ბოლოს შედეგი არის ის, რომ შენი ფოტო მე ვნახე კი არა, მე ჩინეთში, სადაც დანიაში, კი, სადაც მოკლედ ჩავდივარ, რუმინეთში და ძალიან ბევრ ქვეყანაში, პარიზში და ასე შემდეგ, საფრანგეთში და ასე შემდეგ და ეხლა ჩვენ ძალიან დიდი და საპასუხისგებლო გასტროლი წინ ვართ, როდესაც შექსპირის მშობლიურ ქვეყანაში, ინგლისში კი, უნდა ჩავიდეთ სწორედ ოტელოთი და ესეც ალბათ ძალიან ბევრი ქართული შექსპირის ოცნება იყო, რომ ეჩვენებინათ თავიანთი შემოქმედება და ქართული თეატრი შექსპირის გარეშე თითქმის წარმოუდგენელია დღეს და ჩვენ გვაქვს ამის საშუალება ივნისში. გისურვებ წარმატებებს გასტროლზე და მომავალ საქმიანობაშიც. დარწმუნებული ვარ, რომ შექსპირი კიდევ მოვა შენს ბიოგრაფიაში. იმედებს, მადლობა თქვენ. ნიკუშა, შენი ამ თეატრში მოსვლა და შექსპირის რეპერტუარის შემოსულაც ამ თეატრში, მოდი ასე ვთქვათ, იმიტომ რომ მანამდე სულ ორი დადგმა იყო შექსპირის წინა 85 წლის განმავლობაში. რაღაცა ფეხბედნიერი გამოდგა, იმიტომ რომ პრაქტიკულად შემდეგ დადგმული ყველა პიესა შექსპირის მიხედვით შენ მონაწილეობით არის. ეს არის რომეო და ჯულიეტა, არის ქარიშხალი, არის აურზაური არაფრის გამო, არის ოტელო, არის ჰამლეტი. ანუ ამ რეპერტუარში ძალიან მნიშვნელოვანი როლებიც შენ ბიოგრაფიისთვის და ალბათ ყველა მამაკაცი მსახიობისთვის საოცნებო რომეო და ჰამლეტია კიდე მოყოლილი, თუმცა ვერაფრით ვერ დავაკნინებ იგივე ქარიშხალს თუ აურზაურს, დონ პეტროს ამ საერთო სივრცეში. ერთ-ერთი ალბათ ყველაზე ძლიერი შემოქმედია შექსპირი ამ ამბავში, რომ ისე ზუსტად აქვს დაწერილი ეს გმირის ხაზები, რომ მართლა მასტერკლასს გიტარებს, რომ აი როგორ უნდა სწორად წაიყვანო როლი რაღაცა გამარჯვებისკენ, ესე რომ ვთქვათ. ძალიან რთული იყო ეგ გზა, არ იყო ეხლა მარტივად სათქმელი ჩემთვის ამ გადმოსახედიდან. მაშინ ნებისმიერ ესეთ შემოთავაზებას ახლდა ძალიან დიდი ნერვიულობა, ფიქრი. გაასაბობ რომეოს განაწილება რო გამოაკრეს, კი ნაღამ სასწრაფო დახმარების მანქანა გამოვიძახეთ. კი ბატონო, იმიტომ რაღაც დაუჯერებელი იყო ახლა მე
ძალიან კრიტიკული ვარ ხოლმე ჩემი თავის მიმართ და ზოგჯერ რაღაცეები რო ხდება ჩემს თავს ბოლომდე ვერ ვიჯერებ ხოლმე და მე რომ მიწევს ამ რეალობასთან შებრძოლება და თვალის გასწორება ახლავს ეს ნერვიულობა მჩვევია ხოლმე კი და რაღაც ზედმეტი ემოცია მოდის ხოლმე თუმცა ყველას ვურჩევ ხოლმე თუ იმეს აინტერესებს ხოლმე ჩემი აზრი რომ ზედმეტი ნერვიულობა, ზედმეტი ხაზგასმა ეს ავტორზე, როლზე, როლის სიდიდეზე ყოველთვის ხელი შემშლელია. რაც უფრო აი ცივი გონებით შეხედავენ, გაანალიზებენ და მიუდგებიან როგორც ერთ-ერთ მორიგ როლს, ყოველთვის უკეთესია ხოლმე. იმიტომ რომ ნაკლები ემოციით და მეტი ფიქრით შედეგამდე უფრო მიდიხარ. ეხლა ჩვენ რაც ჩამოვთვალეთ რომეო და ჯულიეტას გარდა აი რომეო და ჯულიეტა დადგა ალექსანდრე თაყაიშვილმა გასული საუკუნის 40-იან წლებში. დანარჩენი ყველა პიესა რომელიც დაიდგა იყო პირველად მოზარდ მაყურებელთა თეატრის ისტორიაში. და არ არის ეს ისეთი პიესები რომელიც ხშირად იდგმება ან ასე შემდეგ და შენ აი ქონდა ბედნიერება რომ ამდენ მრავალფეროვან პერსონაჟთან მოგიწია ურთიერთობა და თან გამოვიდა ისე რომ აურზაური არის შექსპირის პირველი პერიოდის პიესა, რომეო და ჯულიეტა, ოტელო, ჰამლეტი, ესენი უფრო აი ტრაგედიების პერიოდის და უკვე ბოლოს რომანტიულ პერიოდის დროს მან დაწერა ერთ-ერთი ბოლო პიესა, თავისი ქარიშხალი და შენ თვითონ როგორც მსახიობი თუ გრძნობდი ავტორისეულ განსხვავებებს ეტაპების მიხედვით. რა თქმა უნდა, მე რო ვაფასებ შექსპირს და რაღაცა მკვლევარად რო ვიქცევი ახლა როგორ იზრდება, ვთქვათ, როგორ კარგავს თავის სახეს ცოტა სასაცილოა, მაგრამ ხომ ამბობენ და ჩვენ ბატონ გოგაცთან როცა ვმუშაობდით, ყველაზე უცნაური პიესაა, თითქმის ყველაზე ნაკლებად რომელსაც ირჩევდნენ რეჟისორები სამუშაოდ ეს ქარიშხალი, აი მასში არის ძალიან დიდი მისტიკა, ძალიან ბევრი კითხვის ნიშანია, რომელსაც ჭირდება სწორი პასუხები. და უფრო ითხოვს როგორც მსახიობისგან, ისე რეჟისორისგან, აი ძალიან ღრმა მუშაობას. და რა თქმა უნდა, ეს იყო და ვიგრძენით ყველამ, იმიტომ რომ სადღაც რაღაც პერიოდისგან შემდეგ მძიმდება აი ეს მუშაობის პროცესი და ისე მარტივად არ მიდის, აი როგორც აურზაურში თითქოს, იმიტომ რომ აქ აი ქარიშხალს რაღაცნაირი სხვანაირი მიღმიერი შრეები. და იქ ჩასვლა საშიშიც არის, რთულიც არის და იქ ხელების ფათური იწვევს ძალიან ბევრი შეკითხვების არსებობას და მე ეს შეკითხვები უნდა ამოხსნა და რა თქმა უნდა მე გაუბრაზებულ ვარ კიდევაც რომ რა თუნდოდა ახლა ეს რატო თქვა და სულ მეცინებოდა ხოლმე მე რომ ის უბრაზდები რას უბრაზდები მაგრამ იყო კი ეხლა თუ ჩვენ რომეოზე საუბრობთ ან დონ პედროზე ან თუნდაც არიელზე ან ჰამლეტზე შენ ოტელოში თამაშობ პერსონაჟს რომელიც 100 რეჟისორიდან 99 საერთოდ ამოღებული აქვს პიესიდან. არადა თვითონ შექსპირთან არის მასხარა, თითქოს ერთის შეხედვით უმნიშვნელო, მაგრამ მასხარების დანიშნულება რა იყო? მეფეთა სიმართლე, მეფეთა სინდის ეძახდნენ, ხო მასხარას? და ამ გადაწყვეტაში, რომელიც ჩვენ მიუძღვენით პეტრე ოცხელის და კოტე მარჯანიშვილის ხსოვნას, მასხარა იქცა გამაერთიანებლად მთელი სპექტაკლის და მასხარას გარდა შენ მოგიწია ყველა იმ პერსონაჟის გახმოვანება, რომელიც პერსონაჟად არ ყავდა, მაგრამ ყავდა თოჯინად. ანუ აი ეს გამოცდილება რა იყო უკვე? ეს იყო ყველაზე საინტერესო პერიოდი მართლა, იმიტომ რომ ერთ სპექტაკლში დაახლოებით 4-5 სხვადასხვა პერსონაჟი უნდა შეიქმნას, გაცოცხლდეს, უცებ აი თოჯინა შემოვიდა, თოჯინასთან მუშაობა ეს ცალკე სპეციფიკა, ცალკე დიდი სკოლა უნდა ამას და ცოდნა უნდა. უცებ გარდა ამისა ეს მასხარა, რომელიც თან წამყვანია, თან თხრობელია, თან თავისი ფუნქციაც აქვს, რომ იქ სიმართლეები თქვას და უთხრას თავიანთ ბატონს
და საერთო ჯამში, როდესაც ვფიქრობდი, უკვე სერიოზული განაცხადი იყო, აი ესეთი ინტრიგა იყო, ხო, სპექტაკლში ჩადებული, რომ დგავთ ოტელოს, რომელიც 45 წუთში მთლიან ამბავს გავდივართ, თან არის თოჯინური და ყველას ჰქონდა აი ეს მოლოდინის შეგრძნება რაღაცნაირი, რომ რა იქნება. და აი ნერვიულობა ვახსენე წეღან და თუ სადმე რამე სანერვიულო იყო, აი მანდ უფრო იყო, იმიტომ რომ ეს იყო ექსპერიმენტი ერთგვარი ჩვენთვის და აი ამ ექსპერიმენტში არასდროს არ იცი რა შედეგი დადგება ბოლოს, გაიმარჯვებ, არ გაიმარჯვებ და ამიტომ მას უფრო მეტი ზრუნვა და ფიქრი სჭირდებოდა. და პლუს კიდევ ყველაზე მთავარი საოცარი თარგმანია შექსპირის, საოცარი. არის ძალიან მუსიკალური. და როდესაც მარტო რჩები სიტყვის ამარა, ძალიან მკაფიოდ თუ არ ისაუბრე, თუ აი ყველა ბგერა, ყველა ფრაზა არ იყო გამართული თავისი აი სწორი מחვილით, აქცენტით, აზრით, რა აზრიდებს ამ ფრაზაში. არის ხოლმე წვალება ნებისმიერი მსახიობისთვის და როდესაც ხდება ხოლმე ტექსტზე მუშაობა, აი დიდი დოზით და უკვე ეს ტექსტი არის ძალიან ორგანული, ძალიან გასაგები, მე უკვე მადლობას ეუბნები ბატონ შექსპირს, რომ წილად გვხვდა ესეთი ბედნიერება, იმიტომ რომ ეს ერთი სიამოვნებაა მსახიობისთვის. აი ამაში მე მგონი რომ ყველა დამეთანხმება. ეხა 23-ში ჩვენ სამ დღეში გვაქვს ჰამლეტი, სადაც შენ თამაშობ ჰამლეტს და ჰამლეტი ასე მინდოდა რომ ყოფილიყო და შენც ამაში წამომყევი, არის არა შუა საუკუნეების ან უფრო ადრინდელი პერსონაჟი, არამედ ის არის თანამედროვე ახალგაზრდა მამაკაცი თავის საფიქრალით და ასე შემდეგ. აი დღეს იქნებ დაპატიჟოთ თქვენ მაყურებელი 23 რიცხვის ჰამლეტზე და თან იქნებ გითხრათ, მაინც ყოფნა თუ არ ყოფნა. რა თქმა უნდა ყოფნა, იმიტომ რომ არ არის არ ყოფნა გამოსავალი, უფრო გაქცევას გავს, უფრო გავს ხელის ჩაქნევას, უფრო გავს სუსტი ადამიანის გადაწყვეტილებას და არავის არ ეგონოს რომ ეგეთი ფრაზაა რომ თავს ვინც იკლავს ძალიან ძლიერები არიანო და ამას რაღაცა სიძლიერე უნდა. არავინ არ დაიჯეროს, მით უმეტეს ჩვენმა ახალგაზრდობამ არ უნდა დაიჯეროს ეს. და თქვენ სწორი თქვით, რატომ უნდა მოვიდნენ, ხო, ეხლა ჩვენს ჰამლეტზე. ჩვენ გვაქვს ჩვენი ვერსია, ჩვენი საკუთარი. არ უმეორდებით, ჩვენ არავისთვის არაფერი არ მოგვიპარავს. დღევანდელ დღესაც ის პრობლემები, რა პრობლემებიც პიესაშია, ისეთი ნათელია, ისეთი დღევანდელია, ისეთი ცოცხალია, რომ მუშაობის დროს მეგონა რომ აი გუშინ დაწერა, აი ადგა და გუშინ დაიწერა ეს პიესა. იმ თაობას, რა თაობასაც ჩვენ ველაპარაკებით და ვცდილობთ რაღაცნაირად აი სწორი მიმართულება მივცეთ ჩვენი თეატრით, ჩვენი თეატრის რეპერტუარით, მათ სჭირდებათ ზუსტად აი ამ კითხვაზე მყარი პასუხი, ყოფნა თუ არ ყოფნა, რა უნდა ქნას ადამიანმა, რომელსაც რაღაცა გამოწვევები აქვს ცხოვრებაში, დიდი სირთულეები მოდის. დანებდეს? არა, არ უნდა დანებდეს, ბრძოლა გადარჩენისთვის. აი ეს არის ჩვენი დანიშნულება. მე ესე მგონია ადამიანის, იმიტომ რომ ერთი არასწორად გადადგმული ნაბიჯი ფატალურ შედეგს ბადებს და ვერაფერს ვეღარ გამოვასწორებთ და სანამ ცოცხლები ვართ, უნდა ვიბრძოლოთ სიმართლისთვის, უნდა ვიბრძოლოთ რომ არასდროს არ გაიმარჯვოს უსამართლობამ და აი უამრავია, ამიტომ მე გთხოვთ ყველას ახალგაზრდებს, ძველგაზრდებს, ვისაც თეატრი გიყვართ, ვინც ხართ ჩვენი თეატრის ერთგული მაყურებელი და ჯერჯერობით ვერ მოახერხეთ ეს ჩვენი ნამუშევარი ნახოთ. მობრძანდით, ისიამოვნებთ და გპირდებით, რომ ეს არის სპექტაკლი, სადაც თითეული ჩემი კოლეგა ისე იხარჯება, იმდენ ენერგიას ხარჯავს, რომ ეს უნდა დაუფასდეს თქვენი მოსვლით. ეს არის ხაზგასასმელი. და მე ვისარგებლებ კიდევ ერთხელ თქვენი გადაცემით და კიდევ ერთხელ ხმამაღლა ვიტყვი, რომ მე მგონი დროა, რომ უფრო მეტი ყურადღება, უფრო მეტი ინტერესი წამოვიდეს ჩვენთან, ჩვენი თეატრის მიმართ და ამას არ ვამბობ არანაირი პოზით, არანაირი ქედმაღლობით. უბრალოდ ნახეთ, რას ვთამაშობთ, როგორ ვთამაშობთ, რა ხარისხით ვთამაშობთ, რამდენჯერ ვთამაშობთ, სათაურები, ავტორები ნახეთ და
თუ რამეს უნდა ემსახურებოდეს თეატრი, აი ალბათ აი ამას, რასაც ჩვენ ვაკეთებთ და მობრძანდით, ჩვენ გელოდებით სულ. დიდი მადლობა. კეთ ჩემო ძვირფასო, შენ მოგიწია ორჯერ შერკინებოდი ჰამლეტს. ერთხელ როგორც ოფელია და აი 23-ში ჩვენ შექსპირის დაბადების დღეს ვითამაშებთ ჰამლეტს, სადაც შენ ხარ უკვე გერტრუდა. ბატონმა ავთოვარსიმაშუმა დადგა ის სპექტაკლი, რომელშიც შენ ოფელიას თამაშობდი და აი ეს ჩვენი ერთობლივი ნამუშევარია. დიდი დრო გავიდა იმ სპექტაკლიდან ამ სპექტაკლამდე. როგორ ფიქრობ, შეიცვალა სათქმელი ჰამლეტის? თუ ის დარჩა მარადიულ სათქმელად? სათქმელი არ შეცვლილა. კი, ნამდვილად დარჩა. ეს ჩემი პირველი როლი იყო ოფელია, თეატრალური დავამთავრე, პირველი შემოთავაზება კარგი მქონდა. კარგად დავიწყე ოფელიად და ნუ ამოვწურე შექსპირის ჰამლეტში ქალების როლი და იმედია კაცოზე არ გადავა. 23-ში შენ გერტრუდას თამაშობ ამ სპექტაკლში და აი რატო უნდა ნახოს ეს ჰამლეტი მაყურებელმა, როგორ ფიქრობ? ჯერ ერთი გამომივა ძალიან ისე ხმამაღლა ნათქვამი, მაგრამ ოღონდ გულიდან ვამბობ და რეალურად ვამბობ. ჯერ ერთი იმიტომ რომ ჩვენს თეატრში არიან ძალიან კარგი მსახიობები. ძალიან კარგი შემადგენლობა თამაშობს ამ სპექტაკლში და არის სწორად დანაწილებული. მე მგონი არ ვიცი, ეხლა ჩემ თოზე მე არ ვიცი, მართალი რო გითხრათ, მე არ ვიცი რა გავაკეთე. ჯერ ერთი თქვენ რო შემომთავაზეთ, საშინლად ვინერვიულე გერტრუდაზე ვამბობ. და რო გითხრათ, რომ მაყოფილი ვარ მეთქი, ჩემი მუშაობით მოგატყუათ. არ ვარ ბოლომდე მაყოფილი. ნუ ეს არტისტის თანდევი თვისებაა ზოგადად. ყველა სპექტაკლში რაღაცა მინდა რომ არ ვიცი, სულ რაღაცა მინდა რომ სხვა დავანგრიო რაღაცები და იმიტომ აუცილებლად უნდა მოვიდეს 23-ში მაყურებელი და კარგი ჰამლეტი ელოდება ალბათ. თქვენ მხოლოდ ამ პიესასთან გქონდათ შეხება შექსპირის რეპერტუართან? ხო. ფაქტიურად გამოვიდა, რომ ჰამლეტის ორ სხვადასხვა ინტერპრეტაციაში შოვდი და აი ბოლოს შენს ჰამლეტსაც ვკითხე ეგ. ყოფნა თუ არ ყოფნა? რას ეტყოდი მაყურებელს? აუცილებლად ყოფნა. აუცილებლად სიკეთე, აუცილებლად სიყვარული. აუცილებლად არ შეიძლება სხვანაირად, იმიტომ რომ ძალიან ხანმოკლეა. ძალიან ხანმოკლეა ცხოვრება და აუცილებლად სიყვარული, სიკეთე და ყოფნა. და სულ ღიმი. დიდი მადლობა. არ გვაქვს უფლება, რომ სხვანაირად ვფიქროთ. მარიამ 23-ში უილიამ შექსპირის დაბადების დღეა. ჩვენ რაღაცნაირად შევეცადეთ, ვინაიდან ბოლო 10 წლის განმავლობაში 5 სხვადასხვა ნაწარმოები დაიდგა აქ და მოხდა ისე, რომ 4-ში თქვენ თამაშობდით. კი ბატონო, აი თქვენი პირადი დამოკიდებულება, არტისტის დამოკიდებულება თუნდაც აი ორ უფრო მნიშვნელოვან როლზე, ჰერო და ოფელია.
რომლებიც აბსოლუტურად განსხვავებულები არიან ერთმანეთისგან. როდესაც საუბრობთ უილიამ შექსპირზე, რთულია რაღაცა შვიდაც ვისაუბრო. მოდი დავიწყებ ბოლოს შესრულებული როლიდან, რაც შეეხება ოფელიას. როდესაც გავიგე, რომ გავნეწილდი ოფელიაზე, პირველი იყო უდიდესი შიში. ვაიმე. რა უნდა გავაკეთო? იმიტომ რომ ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი, ერთ-ერთი გამორჩეული როლი. უილიამ შექსპირის სხვადასხვა პიესებიდან ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ქალის როლია და ვფიქრობდი, რომ აი რა უნდა გავაკეთო ისეთი, რომ ამდენჯერ ნათამაშებია ეს როლი, ამდენჯერ კარგად ბევრი სხვადასხვა მსახიობის მიერ და უდიდესი მღელვარება იყო შიში აი ამასთან გამკლავების, რომ მე აი ეს გამოწვევა უნდა მიმეღო და უნდა დამეძლია ეს ყველაფერი. და მახსოვს პერიოდი რეპეტიციების, როდესაც მოვიდა უკვე მეორე მოქმედების დადგმის დრო, ვფიქრობდი, რომ როგორ შეიძლება გავაკეთო ეს ყველაფერი და უბრალოდ მართლა ერთი კვირა არ მეძინა ღამეები. არ ვიცი, ეს სხვა როლთან მიმართებაში მოვიტყუები რომ მქონია, იმიტომ რომ იყო ძალიან საპასუხისმგებლო. რომ ყოფილიყავი მართალი, დამეჯერებინა ეს ყველაფერი, რაც საკმაოდ რთულია და სხვადასხვა მღელვარებას იწვევს ყველა გეგმით, რომ რაღაცა ზღვარზე გადიხარ. როგორც მე მარიამი, როგორც პერსონაჟი, რომ მქონოდა გამიჯვნა ერთმანეთისგან. და სხვათა შორის გითქვამს, რომ ემოციურად, არა ფიზიკურად, ემოციურად ასე არსად არ ვიღლებიო. ზუსტად ეგრე იყო, იმიტომ რომ აი ეს ძალისხმევა, რომ ყოფილიყავი სცენაზე გულწრფელი, შეიძლება ტექსტუალურად იმდენი ტექსტი არ იყო იმ მომენტში, მაგრამ ემოცია იყო, რაღაცა ზღვა, რომელიც მაყურებლამდე თუ არ მივიდა, ვერავის ჩვენ უნდა გქონდეს გადამდებლობა მაგ დროს. და ეს იყო ყველაზე რთული გამოწვევა, რომ ვიღაცას არ ეთქვა, რომ ახლა მან მომინდომა და ძალიან რთული იყო ამასთან გამკლავება. მართლა ჩემთვის ერთ-ერთი უძვირფასესი როლია და დარჩება კრიტიკოსზე. და მეორეს მხრივ იგივე ჰერო, რომელიც ერთგვარად ცოტა უფრო დრამატული პერსონაჟია იმ საერთო მართლაც აურზაურში. ნამდვილად. და მახსოვს, რომ იყო ერთი ესეთი ეპიზოდი, ქორწილის სცენა იყო, რომელიც არ ვიცი მე რატომ ხიბლავს ეს რაღაცა, თუმცა ძალიან მინდა კომედიაში თამაში. და თვითონ რეპეტიციების პროცესი იყო ძალიან მსუბუქი, ლაღი, იუმორით გაჯერებული და და შენ ჩამოგდიოდათ მე იმ სცენას ველოდებოდი ხოლმე, არ მოგატყუებთ, იმიტომ რომ იქ იყო სათამაშო ის სცენა, რომ არ ირთავენ ცოლად და მოკლედ კარგად მახსენდება, თუნდაც იმიტომ რომ საოცარი ჩემი კოლეგები თამაშობდნენ, აქაც და იქაც დაახლოებით ერთი გუნდი იყო, ვინც თამაშობდით და თვითონ რეპეტიციების პროცესი იყო ბევრად მსუბუქი და ლაღი და შედეგიც დაიდო. მე ძალიან დიდხანს გადიოდა ეს სპექტაკლი, მაყურებელი იყო ძალიან ბედნიერი და ძალიან სასიამოვნო განცდა მრჩება დღემდე. და გასტროლები გქონდა ძალიან ბევრი ამ სპექტაკლით. კი ბატონო იყო ასე, თუმცა ჯერჯერობით ოფელია ერთხელ იყო წასული გასტროლზე ნამდვილად იყო. და მოახერხა ის, რომ საუკეთესო სპექტაკლის ნომინაციაში ნამდვილად. გაიმარჯვა და მე მახსოვს საკმაოდ ისეთი სპექტაკლები იყო კი. წარდგენილი და მე ვფიქრობ, რომ ძალიან ისეთი კარგი კონკურენცია იყო და ღირსეულადაც კი ბატონო და მე მახსოვს იქაური მაყურებლის რეაქცია თუნდაც შენთან დაკავშირებით ძალიან კარგად მახსოვს და მე გისურვებ რომ ეს 4 გაათდეს, გათხოვდეს და ქალთა სახეები შექსპირის რეპერტუარში ნამდვილად ძალიან რაც შეეხება იმ ორს ვიტყვი. რომეო და ჯულიეტაში მქონდა ძალიან ისეთი გამოგონილი პერსონაჟი იყო, მოკლედ ეს აბი, რომელიც ერთ-ერთი მოგზაურობიდან ბრუნდება მერკოციოსთან ერთად. და აი და სხვათა შორის იქაც მქონდა ერთი სირე, მაგრამ ძალიან დრამატული ეპიზოდი, რომ რაღაცა ენაზე მქონდა დატირება მერკუციოს, როდესაც კლავდნენ. ხოლო რაც ლევან წულაძის სპექტაკლი. რომეო და ჯულიეტა, რომელიც დადგება დონმა ლევანმა და
კიდევ რაც შეეხება ზამთრის ზღაპარს. ჩემი პირველი შეხება შექსპირთან ზუსტად თუ არ ჩავთვლით რაღაცა ნაწყვეტებს და მანამდე და რაღაცა ზამთრის შეხებას ზღაპარი საერთოდად ქართულ ენაზე რომეო დაიდგა და პირველად. ჯულიეტაში უნდა მეთამაშა. ჯულიეტა, რომელიც მე ის არ გამოვიდა, ზამთრის ზღაპრამდე რა შეხებაც მქონდა შექსპირთან, იყო აი ეს მხოლოდ და პირველი შეხება იყო ზუსტად დათა თავაძემ დადგა ზამთრის ზღაპარი, რომელიც საკმაოდ საინტერესო სპექტაკლი იყო და ჩემთვის პირველი შეხება უილიამ შექსპირთან. თან დათა 24 წლის იყო, მაშინ. მაშინ სულ ახალგაზრდა და და მეც აი ძალიან პატარა. კი ბატონო. თითქმის გისურვებ წარმატებებს უღრმესი მადლობა შემომარიან. ბატონჯიმა თქვენ პირადად რომ ძალიან ბევრჯერ მომეცით იმის საშუალება რომ ზუსტად უილიამ შექსპირს შევჭიდებოდი და მადლობა ამის. ბევრჯერ არა, ორჯერ, მაგრამ ნუ ჩემთვის ნახოთ ისეთი როლი იყო ნახოთ იქნებ გასამდეს. ვანიკო, მიუხედავად შენი ახალგაზრდა ასაკისა, უკვე ძალიან ბევრ სპექტაკლში მოგიწია მუშაობამ უილიამ შექსპირის ნაწარმოებების მიხედვით, მაგრამ რაღაცნაირად ისე მოხდა, რომ მოზარდ მაყურებელთა თეატრში, სადაც შენ 4 სხვადასხვა სპექტაკლში თამაშობ, ყველგან ხარ მკვეთრად უარყოფითი გმირი და ცალკე კიდევ გაქვს ერთი შექსპირი კინომსახიობთა თეატრში ნათამაშები, ის იყო კომედია პეტრუჩიო ჭიროვლის მორჯულებაში. უკაცრავად ჩაგეჭრებით, თუმანიშვილის თეატრში 2 სპექტაკლში ვიყავი შექსპირში, ერთგან ვიყავი, ასე ვთქვათ, ბოროტი, გაიძვერა პერსონაჟი და ეს მეფელირში. მეფელირში, კი ბატონო, კი. ეგ მახსოვს, ანუ ერთად დაგროვდა 6. მე წინა ჯერზე ვქონდა ამაზე საუბარი და ეხლაც შეგვიძლია ეს გავიმეოროთ, რომ ემოციურად თუ შედეგობრივად თუ ასე შემდეგ, ალბათ ერთ-ერთი ყველაზე გამორჩეული როლი არის იაგო. თუმცა ჩვენ მაშინ სულ ვფიქრობდით ოტელოს დადგმას, როდესაც სპექტაკლში აურზაური არაფრის გამო შენ იაგოს ცენტრალური მონოლოგი წაგაკითხეთ. დიახ, ეს თქვენი იდეა იყო, იდეა იყო ხუმრობითაც და პლუს იმით, რომ ერთ-ერთ შექსპიროლოგთან წავიკითხე, რომ შექსპირსო დონ ხუანიდან მოვიდა იდეა და იაგოს აი ასეთი პერსონაჟის დაწერა შემდეგ და გავდა თან სიმართლეს, იმიტომ რომ წლების მიხედვითაც აი 3 წლის შემდეგ დაიწერა ოტელო, აურზაურის შემდეგ და იქ ჩვენ ვიხუმრეთ. ეს ხუმრობა ისეთი კარგი გამოვიდა, რომ ვერე ხო არ დავდგათო საერთოდ ვაროს გამოვი ოტელო. არა, ასე არ ყოფილა. მოგესალმებით ყველას. ჩემო ძვირფასო მაყურებლები, ვინც უყურებთ, გამოვიყენებ კიდევ ერთხელ, მე მეორედ ვარ ამ არაჩვეულებრივ გადაცემაში, ძალიან საინტერესო გადაცემაა. YouTube-ზეც გადის ეს არხი, სოციალურ ქსელებში ყველგან სადაც უყურებთ, მოიწონეთ, რომ ყველამ ნახოს, უფრო მეტმა ადამიანმა ნახოს და დაგვიკომენტარეთ თქვენი აზრები, როგორ მოგწონთ ეს არხი და გამოიწერეთ აუცილებლად, იმიტომ რომ ბატონო დიმა ძალიან საინტერესო ისტორიებს ყვება მოზარდ მაყურებელთა თეატრზე, რომელიც მართლა უზარმაზარ ისტორიას მოიცავს, უზარმაზარი სიყვარულით, სიკეთით სავსე სცენაზე ადამიანი. უკვე მე-100 წელს გადავედით. ხო, აი ცოტა და უკვე საუკუნის გახდება და შექსპირი ჩემი ყველაზე საყვარელი დრამატურგია, საოცარი სამყარო არის და ყველა მისის სამხელა კოსმიური მასშტაბის დრამატურგია, ჩემი აზრით და საერთოდაც ობიექტურად ახლოსაც ვერავინ ვერ მივიდა შექსპირის იმ პოეზიასთან და იმ სამყაროსთან და აი რო ვთქვით იაგო კარიკატურულობამდე მიდის შექსპირის პერსონაჟების აი ეს აფიო გამოხატული ხასიათები და იმდენად სასიამოვნოა ამ როლების ძერწვა
ის იაგოს პატარა ის რომ ქონდა აურზაურში, ისიც რაღაცა გამოუძერწეთ, ისე სიამოვნებდა ხოლმე. მაგ მონოლოგს რო ვიწყებდი ხოლმე, თან ვიცოდი რომ მასშტაბში უნდა გამეშვა, მაღალში სადამდე შემეძლო და სადამდე შემეძლო ბოლომდე. მე მახსოვს სხვათა შორის გორში მქონდა პრემიერა და პირველი ოვაცია სპექტაკლში და იმსახურა სწორედ ამ მონოლოგმა, სპექტაკლის დასაწყისშივეა ეს მონოლოგი და ყოველთვის ძალიან მიყვარს შექსპირზე მუშაობა და ბედნიერი ვარ რომ ამ თეატრში 4-დან ზოგადად 6 და ვისურვებდი სულ შექსპირში ვიწყო. იმდენად მიყვარს ხო, თუმცა მე ვერ ვიტყვი რომ დავუშვათ იგივე აუმუსაებში თუ ნებისმიერ სხვა ქართულ თუ არა ქართულ ნაწარმოებში ნაკლები წარმატება მოგეპოვებინოთ. აი თქვენ კლავდიუსი უნდა ითამაშოთ ამ დღეში შექსპირის დაბადების დღეს 23 აპრილს. დიახ, ჩვენ უძღვნით მას. ალ დონეზე შევასრულო როგორც ყოველთვის. კლავდიუსი ერთ-ერთი ყველაზე რთული როლი იყო ჩემ ცხოვრებაში, ჩემ კარიერაში, იმიტომ რომ თქვენ თქვით რომ ესე იგი ბოროტები, როგორ ვამბობთ, ესე იგი ანტაგონისტები. მე სულ არ ვთვლი მაგალითად რომ კლავდიუსი ანტაგონისტია, იმიტომ რომ რომ არა ჰამლეტის ეს მთელი ეს სიგიჟე და მთელი ეს მცდელობები რომ დაენგრია ეს სისტემა და მართლაც ჩამოშალა, რომ არა ჰამლეტი, კლავდიუსი ჩემი აზრით ძალიან კარგი მეფე იქნებოდა. იმიტომ რომ სახელმწიფო გააძლიერა, ჯარი გააძლიერა, სისტემა მოაწესრიგა და ამ ბევრი რაღაც კარგია, გაგვივლია ჩვენ ეგ პირველ კურსზეც, მეორე კურსზეც, რომ პერსონაჟი რომელსაც თამაშობ, უნდა ვუპოვოთ ლოგიკა. პირიქით, ხო, იაგო რომ არ იყოს მომხიბვლელი, ძალიან ჭკვიანი, ძალიან ნიჭიერი ადამიანი, ოტელო ესე ადვილად არ ენდობოდა. ის რომ იყოს გაიძვერა და ბოროტი არავინ არ ენდობოდა. შესაბამისად, ყველა ანტაგონისტი გამომდინარეობს, რომ პირიქით, ანუ ის თავისი მხრიდან ხო პროტაგონისტია, პირიქით, დადებითი გმირია, მისი გადმოსახედიდან არაფერ ცუდს არ აკეთებს. უბრალოდ რაღაცა გზები აქვს ისეთი, რომ ვიღაცისთვის დამაზიანებელი. მე მახსოვს სხვათა შორის უნდა გავიხსენო თქვენი არაჩვეულებრივი სიდედრი, ქალბატონი მანანა გეგეჭკორი, რომელიც ჩვენ თეატრის სალიტერატურო ნაწილის გამგე იყო, როდესაც თქვენ განაწილდით რომეო და ჯულიეტაში, შვებულების პერიოდი იყო, ბატონმა ლევანმა გაგანაწილათ და მე დაგირეკეთ. და გითხარით, თქვენ ბრძანდებოდით თელავში, რომ აი ესე ჭოლა იწყებს მეთქი რომეო და ჯულიეტას და ტიბალტს თამაშობნეთ. 1:40 წუთში მირეკავს ქალბატონი მანანა, დიმა რა უთხარი ვანოს ასეთიო, მთელი სახლი ხო გადააყირავაო თელავშიო და იპოვაო ძველი გამოცვალა ძველი რუსულით რომეო და ჯულიეტას და კითხულობსო და ქართული ვერ ვნახეთ. ხო და მე ვთხარი ასე მეთქი. ეს იყო ჩემი პირველი შექსპირი პროფესიულ თეატრში, ასე ვთქვათ, ინსტიტუტის პერიოდის ნაწყვეტებს და იმას არ ვთვლი. ხო, ნაწყვეტებში. და მე მახსოვს რომ შენ ამბობდი რომ იყო შენთვის ერთ-ერთი საოცნებო როლიც ტიბალტი. ძალიან მინდოდა და ფიქრობ რომ თვითონ სპექტაკლი იყო ძალიან წარმატებული და ძალიან ბევრი კარგი სახე იყო შექმნილი და ჩემი ტიბალტიც ძალიან მიყვარდა. ძალიან კარგი იყო. რას ეტყოდი იმ მაყურებელს, რომელიც 23-ში უნდა მოვიდეს ჰამლეტზე? ჯერ პირველ რიგში სასიამოვნო საღამოს გისურვებთ და აუცილებლად მობრძანდით, თუ არ გაქვთ შეძენილი ბილეთები, აუცილებლად მოდით. ძალიან საინტერესო სპექტაკლია, ძალიან სხვანაირად არის გადააზრებული, ახალი თარგმანი არის, ეს არ არის მაჩაბლისეული და ჩვენც მაქსიმალურად ვცდილობთ, რომ გულწრფელად წარმოვაჩინოთ ის შინაგანი ემოციური დინებები, რაც არის ყოველგვარი აი პოეზიის, ყოველგვარი რაღაც კოსმიური და ეს მისტიური მოჩვენებების გარეშე ვცდილობთ, რომ რეალურად ნამდვილი ემოციები დავდოთ და მე მგონი ძალიან წარმატებით ნიკუშა ფაიქრიძე, ქეთი ჩაჩუა, ვინც არიან ჩემი უშუალო პარტნიორები და მარიამ ჩოხრუკიძე, ელენე დარჩია, ვისი ჯერი არ ვიცი, ორივე ერთი მეორეზე უკეთესები არიან. ძალიან მაღალ დონეზე ასრულებენ როლებს და მართლა ძალიან სასიამოვნოა მათი ყურება სცენაზე. დიდი მადლობა. დიდი მადლობა თქვენ. დღეს ცოტა დიდი გადაცემა გამოგვივიდა, მაგრამ ჩვენ ორი კვირა არ ვიყავით თქვენთან ერთად და ისეთი ორი მნიშვნელოვანი თარიღი იყო ცალკე თეატრის დაბადების დღე და ცალკე უილიამ შექსპირის დაბადების დღე, რომ ალბათ ინტერესი არ განელდება ამ გადაცემის მიმართ და ჩვენ შევეცადეთ, რომ მრავალფეროვანი ყოფილიყავით. დიდი მადლობა
მომავალ ორშაბათამდე შევხვდებით 27 აპრილს.